პროტესტანტი, მე ასე ვლაპარაკობდი და თქვენ არ გესმოდათ, ორჯერ ნასამართლები, ნაციხარი ადამიანი, რომელიც ამ პროტესტზე და მარშებზე დოლზე უკრავს სხვა თავის მეგობრებთან ერთად. აი, როდესაც ზოგიერთი კი არა, ყველა ოცნების ხარდამჭერი დაცინვით აკაცუკებს ეძახიან, მოსყიდულებს ეძახიან, უცხო ქვეყანაზე მომუშავეებს, აგენტებს ეძახიან და ასე შემდეგ. მე რა თქმა უნდა ამას არაფერს არ ვღებულობ და ამავე დროს აი ვცდილობ რომ ფართო საზოგადოებას გავაცნო ეს ხალხი. მე მინდა რომ რაც შეიძლება მეტი იქ პროტესტზე მომუშავე ხალხი გაიცნოს საზოგადოებამ და იცოდეს ვის აგინებს ოცნების ხარდამჭერები და სინამდვილეში ვინ არიან ესენი. აი თქვენისთანა რევოლუციონერები და პროტესტანტები იყვნენ ალბათ რუმინეთში. რევოლუციონერი ალბათ რუმინეთში. მაღალი ნათქვამია, თუმცა კაცად მაპატიეთ. ჩართულია უკვე ჩავთე, მადლობთ. ხო, რევოლუციონერი ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა არ გამოვრიცხავთ ძალიან ბევრ რაღაცას, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში არის პირდაპირ სიტყვის მნიშვნელობით დიქტატურა დამყარებული, იმიტომ რომ როგორი რეპრესიული კანონებიც აქვს ამათ მიღებული, ეს პირდაპირ ამბობს, რომ ჩვენ უკვე გვაცხადებთ ოფიციალურად დიქტატურას. ჩვენი ქვეყანა აღარ არის დემოკრატიულ რელსებზე, ჩვენი ქვეყანა აღარ არის დემოკრატიული სახელმწიფო. ჩვენი ქვეყანა მიისწრაფის ავტორიტარიზმისკენ და რუსეთის გუბერნიისაკენ. ეს ყველაფერი რაც დღეს საქართველოში ხდება, დაწერილი არის რუსეთში, მოსკოვში და ამ მოქმედებელი და ერთგვარი მართველი რომ ეს კონკრეტული რუსული გეგმა განხორციელდეს, არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ქართველი საზოგადოება ოდითგანვე ებრძოდა რუსული იმპერიალიზმს და რუსული იმპერიალიზმის მონებს საქართველოში დღესაც სამწუხაროდ გრძელდება ეს ყველაფერი. ჩვენ ახალგაზრდა თაობამ, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც დღეს ჩვენ რუსაველზე ვდგავართ და ვიბრძვით იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინოთ, ეს წვლილი ჩვენს თავზე ავიღეთ, რომელიც გადმოგვცა ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენმა წინა თაობამ. სამწუხაროდ მათ ვერ შეძლეს რუსული იმპერიალიზმისგან გაეთავისუფლებინათ საქართველო, თუმცა დღეს ეს ჩვენი ვალი არის ახალგაზრდა თაობის, რომ ჩვენ ვითაოთ ის ძალა და ჩვენ ვეცადოთ აუცილებლად რომ გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა ამ რუსული იმპერიალიზმისაგან. ესე იგი თქვენ დამოუკიდებელი ძალა ხართ. აბსოლუტურად. ახალგაზრდები. კი ბატონო. რომლებიც არ იყავით არც ერთ პარტიაში. და არც ერთ პარტიას არ უჭერთ მხარს. რა თქმა უნდა. უბრალოდ ჩვენ კი რა თქმა უნდა არც ერთ პარტიას მე პირადად არც ერთ პარტიას ესე კაფიოდ არ უჭერ. მხარს, მაგრამ რა თქმა უნდა მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც არ უჭერს დღეს საქართველოში პოზიციას მხარს, ავტომატურად არის ოპოზიციის წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, საქართველოში დღეს უკვე იბადება ახალი პოლიტიკური ახალგაზრდული ძალები და ძალიან კარგი იქნება, რომ უფრო მეტი ახალგაზრდული ძალა დაიბადოს პოლიტიკაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, რათა საქართველოს და ქართულმა ხალხმა დაინახოს ამ ახალგაზრდებში ის ძალა და ის სიძლიერე, რაც უნდა იყოს მომავალ პოლიტიკაში. გასაგებია, დიდი მადლობა. ესე იგი, ეს არის თქვენი მწამსი, თქვენ ფიქრობთ, რომ შეიძლება ჩვენ დავაღწიოთ თავი რუსულ დიქტატს? აუცილებლად უნდა დავაღწიოთ თავი, იმიტომ რომ ამდენი ხანი უკვე 200 წელიწადზე მეტი არის საქართველო ებრძვის რუსულ იმპერიალიზმს. რუსეთი ოდითგანვე ცდილობდა ქართველი ერის დამონებას, ჩვენი ეკლესია მონასტრების განადგურებას, რაც უკვე საბჭოთა კავშირის დროს მოგეხსენებათ რეები ხდებოდა. მე გადმოცემით ვიცი და ყველა ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტი მაქვს შესწავლილი ამასთან დაკავშირებით. და ზუსტად აი ამას უნდა დავახსოვოთ, რადგან ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ენა. მოგესალმებით, დღეს 14 აპრილი არის ქართული ენის დღე არის, რა თქმა უნდა. ამ დროსაც შეეწირნენ ჩვენი მებრძოლი ქართველი ერი თავის დროზე რუსულ იმპერიას, იმიტომ რომ იფცავდნენ ჩვენს ენას. დღეს ჩვენ ენას დასაცავი გვაქვს, ჩვენი რელიგიას დასაცავი გვაქვს და ჩვენი ყველაფერი საქართველოს გვაქვს დასაცავი. დღეს ისეთ მდგომარეობაში იმყოფება საქართველო. ნიკა, აი
ერთ რაღაცაში გამარკვიე. არის საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას და რომელიც დარწმუნებულია, რომ სწორედ ბიძინა და ოცნება გააერთიანებს საქართველოს. რა თქმა უნდა, ვგრძნობთ, რომ ისინი ამას თუ გააკეთებენ რუსეთის ფარგლებში, რომ თავისუფლად ჩვენ რუსები არ გაგვიშვებს და მით უმეტეს არ შემოგვიერთებს აფხაზეთსა და წართმეული, ჯერეთი თქვენ მართალი თქვით, რომ ისტორიაში არ არსებობს ასეთი პრეზიდენტი, რომ რუსებმა ვინმეს ტერიტორია დაუთმო. პირიქით ის, 300 წელიწადია იპყრობს და ახლა პირველად, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაშინ მოუწია შეგვება იმასთან, რომ ეს რესპუბლიკები გახდნენ დამოუკიდებლები, მაგრამ ისტორიისათვის ვლადიმერ პუტინმა ის თავადვე საჯაროდ განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დაანგრევა მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი კატასტროფა იყოვო. ასეთი სიტყვები აქვს ნათქვამი. ესე იგი დღემდე ვერ ეგუებიან რუსები იმას, რომ ეს იმპერიალიზმი დამარცხდა. რატომ დამარცხდა? იმიტომ რომ დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვა. ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ევროკავშირს და ცივილურ სამყაროს ამ არაადამიანული მმართველობის დამარცხებაში. თუმცა დღემდე მიმდინარეობს ეს ყველაფერი. რუსეთში ჩაბუდებული ეს იმპერიალიზმი დღემდე აქტიური არის, თუმცა არ აქვს ფორმა ცვლილი. აქვს ფორმა იცვალა და დღეს არა ფიზიკური ძალით იბრძვის, რა თქმა უნდა, უკრაინაში ანხორციელებს ეგრეთ წოდებულ იმას, რა ქვია, სპეციალურ ოპერაციას, თუმცა დღეს რუსეთი იბრძვის პროპაგანდით. ეს არის მისი ყველაზე დიდი და ძლიერი იარაღი და ჩვენ ამას კაფეოდ ხედავთ თუ რამდენად ძლიერად შეიმუშავეს ეს პროპაგანდა. გავიღოთ საფრანგეთი, ავიღოთ თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები თავის დროზე. ავიღოთ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო, უკრაინა, ყველა ქვეყანაში აწარმოებს ძალიან დიდ პროპაგანდისტულ ნარატივებს. ამაში ძალიან დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ეს მმართველობა, პრორუსი მმართველობა ამ ქვეყნებში. მაგრამ ბალტიისპირეთის გარკვეულმა ქვეყნებმა ძალიან დიდი ხნის წინ დააღწიეს ამას თავი. და მივესალმები მასა ძალიან გასახარეთ, რომ დღემდე ჩვენ სიტუაციაში იქნებოდნენ ეს ქვეყნები ბალტიისპირეთში. თუმცა ორმანი დაემხო. აუცილებლად დაემხობა თითოეული დიქტატორი, რომელიც არის პრორუსი. თვითონ რუსული იმპერიალიზმის დაემხობა ოდესმე, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებმა უნდა გაითვალისწინონ ის, რომ კაცი ხელი ჭირდება ამ ყველაფერს. ესე დიპლომატიით ამას მე ვერ მოვაგვარი. ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვა ესეთი არის, იმიტომ რომ დასავლეთი ყოველთვის ცდილობს დიპლომატიით, მოლაპარაკებებით, საუბრებით ამის გაკეთებას. მე არ გულისხმობ, რომ კაც ხელში რა თქმა უნდა რაღაცა ფიზიკურ და სამხედრო ჩართულობას. მე გულისხმობ, რომ მკაცრი განცხადებები, მკაცრი ქმედებები და რეალური ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია რომ უკვე ევროკავშირი და დასავლური ცივილიზაცია ამჩნევს ამ პროპაგანდის რეალურ ძალას. მაგრამ არაფერს არ აკეთებს ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ შემოიფარგლებიან რაღაც ფასადური განცხადებებით, ფასადური ქმედებებით, მაგრამ ოდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვალდებულები გახდნენ და მოუწიათ რომ გადაედგათ რაღაც უფრო მკაფიო ნაბიჯები. დღემდე რაღაც კონკრეტულ ასპექტებში იკავებენ თავს, რომ არ გადადგა რაღაც ისეთი ნაბიჯები, რომ რამე ისეთი ძირეული ცვლილება მოიტანოს. თუმცა ამ გადადგმულ ნაბიჯებმა კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააყენა ეს რუსეთის იმპერია. ნიკოლოზ, გასაგებია ეს ყველაფერი ვიცით და იციან, მაგრამ არის მაინც ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს ამ ხელისუფლებას და არის უამრავი სხვადასხვა ჯგუფები, რომელიც ოპოზიციაში არიან, მაგრამ ესენი უმრავლესობა უკვე იყო ხელისუფლებაში და ვერაფერი კარგი ვერ გააკეთეს და ვერ დაამახსოვრეს თავი საზოგადოებას. მე ახლა რაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. კარგი, ეს საგარეო ორიენტირი გასაგებია, რომ რუსეთი არის ჩვენი მოკლედ ქრონიკული დაავადება. ეს არის მტერი, რომელიც ხან მოგეფერება, ხან კიდე რაღაცას მოგატყუებს, ხან გესურის, გაგლახავს და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხს მაინც მიაჩნია, რომ ჩვენ რუსეთმა გადაგვარჩინა. მეცნიერულად ისტორიკოსების მიერ
აი ჩვენი ყველაზე დიდი მეცნიერი ივანე ჯავახიშვილი იყო და იმას აქვს ეს ზუსტად დაწერილი რომ რუსეთი არანაირი ჩვენი გადამრჩენი არ არის და ის ყველაფერს იზამს იმისათვის რომ ჩვენ როგორც ერი არ ვარსებობდეთ. ესე იგი გადაგვაგვაროს უნდა და როგორც კი შემოვიდნენ 1800 პირველ წელს რუსები მაშინვე დაიწყეს ეკლესიის შეზღუდვა ჩვენი მახსოვრობის დაბლოკვა და ასე შემდეგ მაგრამ არ ესმის ეს ყველას ანდა არ ესმის იმათ ვინც უკვე გახდა აგენტი მოსყიდული და მიერეკება თავისას ის იძახის რომ აი რუსეთის გარეშე ჩვენ ესე იგი არაფერი არ გეჩვენა. მე მინდა დავასრულო ჩემი კითხვა. მე რა მაინტერესებს აი ამ საგარეო რყევებთან დაკავშირებით და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პერიოდში ყველა ხელისუფლება რომელიც საქართველოში მოვიდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ყველამ დაიწყო უღმერთოდ თავისი ქვეყნის ძარცვა და გლეჯვა და ხალხის გაღატაკება და თვითონ გამდიდრება. ასე გააკეთა მიშას ხალხმა, ასე აკეთებდა შევარდნაძე რომ მოვიდა, სულ თავის ახლობლებს და ნაცნობებს თითოლარად აძლევდა ქართულ ქონებას, არასოდეს არ უფიქრია რომ ეს კოლმეურნეობები მათი ქონება არ დანგრეულიყო და ჯართად არ გაყიდულიყო პირიქით რომ ყოფილიყო სოფლის მეურნეობა განვითარებული ეს უამრავი ქარხნები სულ ყველა ჯართად გაიყიდა და ის ტერიტორიები ვიღაცებს ჩაუგდო ხელში და ისინი ახლა ამას არანდით იძლევიან და იმათ ბიზნესი აქვს თვითონ სინამდვილეში არაფერი არ კეთდება მოკლედ აი ამ შირმის ქვეშ საგარეო ორიენტაციაზე კამათებით და ფილოსოფოსობით აგერის ფილოსოფოსი რო ყავს ბიძინას შათერიშვილი ისეთ რაღაცებს დისპეის მიყვება და კიდევ ვიღაცებს და შიგნით 380,000 მათივე სტატისტიკით მშიერი ბავშვია. აი მე შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და გეკითხები წარმოგიდგენია ერთი წუთით მაინც რომ ბატონმა ბიძინამ დაიბაროს პრემიერ-მინისტრი შესაბამისი კიდე მინისტრები და დაждდეს და კარგად იფიქროს რა უყოთ რომ საქართველოში არ იყოს მშიერი ბავშვები წარმოგიდგენია ასეთი რამე და რამდენი აი ბავშვების სიმშილი ეს ერთია მოხუცების ან პენსიონერების სიღატაკე და მოგგვარცით რა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი თუ რატომ ჩავერთე პროტესტში თავი დროზე იყო ის რომ ქვეყანაში არის უკიდურესი გაჭირვება უკიდურესი სიღატაკე და საშინელი მდგომარეობა ეს მე ძალიან მაწუხებდა ყოველთვის შინაგანად ბავშვობიდან და ზუსტად მაგიტო იყო თავარი მიზანი რომ ჩავები პროტესტში ბიძინა ამას არასდროს არ გააკეთებს რომ აი ამ მშიერ ბავშვებს და გაჭირებულ მოხუცებს და გაჭირებულ ერს ზოგადად ამის გამო შეკრიბოს თავისი მონები და მოდი დავიწყოთ ახლა ფიქრი თუ როგორ გამოვიყენოთ საზოგადოება ამ მდგომარეობიდან ამას არასდროს არ გააკეთებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო როდესაც ადამიანი არის მშიერი, როდესაც ადამიანი არის გაუნათლებელი, სამწუხარო რეალობას ვამბობ ახლა. როდესაც ადამიანი არის მშიერი, გაუნათლებელი, არ აქვს შესაძლებლობა რომ ცივილურად იცხოვროს და ყოველ დღეებთვის იმისთვის რომ გადარჩეს და არა იცხოვროს. ასეთი ადამიანის მართვა ძალიან მარტივი არის. ის დეპუტატი, საკრებულოს წევრი თუ სხვა სამთავრობო ადამიანი, როდესაც შენამდე მოვა და რაღაცა ისეთ დაპირებას გადმოგიგდებს და თუნდაც მოგისყიდის 50 ლარით, 100 ლარით, როდესაც შენ უკვე კატასტროფულად ხშია, ეს მდგომარეობაა სამწუხაროდ საქართველოში, რომ ხალხს უკიდურესად ხშია და სულ მდგომარეობაში ცხოვრობს. იმ ადამიანის კონტროლი არის ძალიან მარტივი. ზუსტად ამის შექმნა უნდა, აი გაუნათლებლობის შექმნა უნდა, შიმშილის შექმნა უნდა ბიძინას, რომ ეს ხალხი მარტივად გააკონტროლოს და მარტივად კონტროლებადია. სამწუხაროდ ეგრეა. რეგიონებში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ძალიან ბევრი რეგიონი მოვიარე, საკუთარი თვალით ნახე ძალიან ბევრი რაღაცა. რეგიონებში არის უკიდურესი სიღარიბე და გაჭირვება. და აი ამ გაჭირვებით სარგებლობს ზუსტად ეს ქართული ოცნება, რომ მარტივად მართავენ ამ ხალხს და მარტივად აკონტროლებენ. წინასაარჩევნოდ 100 ლარს დაურიგებენ 5 კილო კარტოფილს და რაც უკვე რეალობაში ვნახეთ, ამას არ ვიგონებ, ფაქტები არსებობს ამ ყველაფრის. აი ამით ისყიდიან და შემდეგ ხმებს ყიდულობენ. ეს ხალხიც კიდე თავის ხმას
და თავისუფლებას ყიდის, იმიტომ რომ იმ ადამიანს შია, იმ ადამიანს გაჭიროება აქვს და არ აინტერესებს უკვე სხვა რაღაც. მთავარია რომ გადარჩეს. მთავარია მამამ შვილს საჭმელი მიუტანოს, რომ იმ დღეს რაღაცნაირად გამოყვებოს. აი ეს მდგომარეობა გვაქვს დღეს საქართველოში. სხვა 1000 პრობლემასთან ერთად. ამიტომ ბიძინა არასდროს არ დაждდება და არ დაიწყებს პრობლემების მოგვა. ამას მხოლოდ ფასადურად გააკეთებს, რასაც დღეს ხვდავთ, რომ ვითომ რაღაც ის შექმნეს, რა ქვია, გამოსაზამო კომისია, რომ აი ჩვენ გამოვიძებთ დღეს ფასების გაძვირებას. ეს არის სრულად ფასადური, რომ უბრალოდ პროპაგანდას მისცენ ლუკმა, რომ აი ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. რეალურად ამ ყველაფერს მე 100 დღე გავიდა დაახლოებით თუ სწორედ მახსოვს, რაც უკვე ეს კომისია შექმნა და მუშაობა დაიწყო. 7 დაახლოებით საშუალოდ 7-დან 10%-მდე არის კიდე გაზრდილი ფასები. ამ 100 დღის განმავლობაში რაც კომისია არის შექმნილი. ეს ოფიციალური საკსტატის მონაცემები არის. და რეალურად ეს ყველაფერი არის ფასადური, სიცრუე და ტყუილი. და რამქნად იმ ხალხმა ვისაც ესმის რომ აი ასეთი სურათია და ბრძოლაა საჭირო, აი იმ ხალხთან რომელიც წინამორბედობას გვიწევს და თქვენ ესე იგი უმადურები ხართ, თქვენ ვერ დაინახეთ რომ ბიძინამ სამება აშენა, თეატრი გაარემონტა და ასე შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით რომ ეს არის აგენტი გამოგზავნილი უცხო ქვეყნიდან, რომელსაც მისცეს დიდი თანხები, თანაც ეს წლების მანძილზე დამუშავებული ოპერაცია არის, სპეციალური ოპერაცია. ახლა თურქეთში, უკრაინაში აკეთებს სპეციალურ ოპერაციას ჯარით და ძალით. ჩვენთან გააკეთა ასეთნაირად. ჩვენთან ასეთნაირად გააკეთა და ამ ჩვენ ხალხს ეს არ ესმის. და საკმაოდ დიდი ნაწილი და საკმაოდ აი ახლა თქვენ შეხედეთ აგერ ვეფხისტყაოსანზე რაღაცა გააკეთა იმან რა ქვია მაგ და ეს კაცი არის რომელიც პირველივე დღიდან როგორც კი ბიძინა ჩამოვიდა მის სტიპენდიას ღებულობს ამდენი რაღაცა მოხდა ამ პერიოდში საღდრისი ააფეთქეს რიონის ხეობა გაყიდეს გარეჯი გაიყიდაო ამბობენ და არავინ არაფერს არ გვეუბნება. ნუ მოკლედ ძალიან ბევრი ნეგატივი დაგროვდა და ამისთანა განათლებული და წინ წაწეული ადამიანი რეჟისორი მსოფლიო დონის ერთხელ არ გამოსულა და რაღაც ესე იგი საყვედური არ უთქვია ამ ხელისუფლების მიმართ. აი საქმეც ამაშია რომ ხელისუფლებამ შეძლო მოესყიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა ინტელიგენციის განსაკუთრებით აი ეს ელიტა ინტელექტუალურ ელიტად რო თulis თავის თავს აი ეს ნაწილი მოისყიდა და ესე იგი აკეთებს რასაც უნდა იმას მათ თავის დროზე გააკეთეს პირობებს იძლევა არც ერთ პირობას არ ასრულებს დანაპირებს არ ასრულებს და მაინც ესე იგი არის ხელისუფლებაში. მოდი ერთ რაღაცას გავუსვათ ხაზი, რომ ჩვენ დღეს ვინც ვაპროტესტებთ ამ ყველაფერს და ვართ რუსული რეჟიმის მოწინააღმდეგე ხალხი, ვართ უმრავლესობა. ჩვენ ვართ უმრავლესობა. ისინი არიან ფასადურად ცოტანი. უბრალოდ ეს პროპაგანდით აჩვენებენ, რომ ისინი არიან მრავალნი, ისინი არიან წამყვანი და ასე, მაგრამ ეს ასე არ არის. ამას ძალიან ბევრი წყარო, ძალიან ბევრი მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბოლო რამდენიმე წელიწადი არის უარს ეუბნება ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ, ვინც ამას ვაპროტესტებთ, ვართ უმრავლესობა. ხო, რა თქმა უნდა მათ ხა ელიტას მინდა შევეხო. ეს ძალიან რთული თემა არის ჩემთვის. ამ ელიტამ, ეგრეთ წოდებულმა ელიტამ და ინტელიგენციამ თავის დროზე გააკეთა არჩევანი. და ამ სტიპენდიების, სხვადასხვა დაპირებების, იმას რომ არ ეხებიან და ყველაფრის უფლებას აძლევენ, გააკეთეს არჩევანი. მათ გადააბიჯეს მორალს, მათ გადააბიჯეს ადამიანობას და დანებდნენ და უბრალოდ მიიღეს ის კეთილდღეობა მათ ელიტას. მაგრამ სულ არ აინტერესებთ ის თუ საზოგადოებაში რა ხდება, ერში რა ხდება. მათ თავის დროზე გააკეთეს არჩევანი და აუცილებლად ის ელიტა დაემხობა. იმ ელიტას დავამხობთ ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც აი ამ მდგომარეობაში ჩავყარა მათმა ესეთმა სიჩუმემ. დამხობა მოიაზრება როგორც არაძალადობრივი და მე არ გულისხმობ რამე ისეც. და ჩვეულებრივად ჩამოვარდებიან და ვერასდროს ვეღარ წავლენ წინ, იმიტომ რომ მათი უღალატეს ერს.
აი ამ თავისი ესეთი გადაწყვეტილებებით. მაგრამ ჯობს გვიან მიდრე არასდროს. თითოეულმა ამ ელიტის წარმომადგენლებმა უნდა გაიაზროს თუ რა მდგომარეობა არის საქართველოში. ბავშვები შიმშილით იხოცებიან. მოხუცებს არ აქვთ იმის საშუალება, რომ ადამიანურად იცხოვრონ. არ არის შესაბამისი ანაზღაურება სამსახურებში. ადამიანები მუშაობენ საათობით, 10 საათს მუშაობენ, არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება. არანაირი შრომითი უფლებები ჩვენთან არ არის დაცული. არანაირი სამოქალაქო ვალდებულებას არ გრძნობს არავინ და მხოლოდ ერი არის ერთმანეთის დაჭმაზე გადასული, იმიტომ რომ ამას პროპაგანდა ამას ავრცელებს, რომ უნდა დავჭამოთ ერთმანეთი. ამას კიდე დამატებული ძალიან ბევრი სხვა პრობლემა, რასაც რომ დავიწყოთ ჩამოსვლა, გაგვიგრძელება ძალიან დიდი ხანი. აი ამ ყველაფრის წინაშე, როდესაც შენ ხმას არ იღებ და ირჩევ სიჩუმეს და ნებდები მხოლოდ რაღაც გრანტებს, კეთილდღეობას და ხმას არ იღებ, ეს არის შენ ერის და ქვეყნის ღალატი ძალიან ჩვეულებრივ და ხმამაღლა მინდა თქვა ეს ყველაფერი. მე ახალგაზრდა საერთოდ ყველაფერზე რო ვთქვი უარი, ჩემს მომავალზე ვთქვი უარი და მე დღემდე ვიბძვი იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა გადავარჩინო და თითოეულმა მოსახლემ იარსებოს კი არა, იცხოვროს ადამიანური პირობებით და ის კეთილდღეობა, რაც ევროკავშირში არის, ის კეთილდღეობა გქონდეს აქ და ქართველი ახალგაზრდა არ გარბოდეს სხვა ქვეყანაში. მე ესეთი ქვეყანა მინდა რომ შევქმნა აქ და მაგისთვის ვიბრძვი და ამის გამო ძალიან ჩემი ცხოვრება ფაქტურად განადგურებულია, თუმცა მაინც არ დავნებდები იქამდე, სანამ ამ ყველაფერს არ მივახსოვთ. მე და ის სხვა ახალგაზრდები, რომლებიც დღემდე ვიბრძვით, იმიტომ რომ ესე იბრძოდა ჩვენი წინათაობაც. ის ხალხი, რომლებიც დაიღუპნენ 9 აპრილს, ის ხალხი, რომლებიც შეეწირნენ რუსულ იმპერიალიზმს. ამიტომ ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. ჩვენ ახალგაზრდები, რომლებიც გავიაზრეთ ეს ყველაფერი და გადავწყვეტეთ, რომ ვიბრძოლოთ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, აუცილებლად გავაგზავნებთ ბრძოლას ბოლომდე. და ის ადამიანები, რომლებმაც სიჩუმე აირჩიეს, ყველას მიეზღება აუცილებლად. ამაზე არ დახუჭავს არც ერთი ის ადამიანი თვალს, რომლებიც დღეს ვიბრძვით. მე პირადად არასდროს არ დავხუჭავ თითოეულ ელიტის წარმომადგენელს აბსოლუტურად ყველას მიეზღება თავისი, როდესაც დამკვიდრდება საქართველოში ის დემოკრატია, რა დემოკრატიასაც ჩვენ ვითხოვთ, მოვითხოვთ და დავამყარებთ აუცილებლად. დიდი მადლობა. აი ეს დოკუმენტი არის გელათში მიღებული 8 თებერვალს 24 წელს 2 წლის წინ და ამაში მთავარი ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტია. დოქტრინა, ჩვენ დოქტრინა არა გვაქვს ეროვნულ სახელმწიფოებრივი. ჩვენ აი 2 წელიწადია ვთხოვთ ხელისუფლებას, პარლამენტს ცალკე, პრეზიდენტს ცალკე, ასევე პრემიერ-მინისტრს, რომ დავჯდეთ და განვიხილოთ ეს პროექტი, გავხადოთ ეს პროგრამა ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინის პროექტი, განვიხილოთ და მივიღოთ. რა წერია ახლა? ეს არის ძალიან მოკლე, 12 პუნქტიანი. 12 პუნქტიანი. აქ არის ასეთი პუნქტები, აი მეორე პუნქტი, მიწა, წყალი, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. ჩვენ რაღაცნაირად ხომ და შევინარჩუნოთ, თქვენ იცით ახლა რა ხდება და საზოგადოებამაც იწვის ახლა მე არაბიზაციაზე და იმაზე არ დავკარგოთ დრო. ქვეყანაში განათლება კონსტიტუციურად არის აღიარებული როგორც პრიორიტეტი და განათლების სფეროს ყოველი წარმომადგენელი უნდა მოექცეს საერთო სახალხო ზრუნვის ქვეშ. გვთავაზობენ, რომ საშუალო განათლება გახდეს აუცილებელი. ჩვენ ეს არ გვაგზა პირიქით ახლანდელი განათლების რეფორმის პროექტი თქვენ იცით? კი, რა თქმა უნდა, მე ერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამ და აი ის რასაც ახლა ეს განათლება აპირებს ყოველ შემთხვევაში ასე არ თამათ ჩამოგენდო. აი მე ჰანა არენტი არის ერთი ქალბატონი, რომელიც ფაშისტურ გერმანიაში დაიბადა და მერე გაიქცა, მაგრამ ის როგორც მკვლევარი, პოლიტიკის მკვლევარი, აი ეს ფაშისტური ხელისუფლება და დიქტატორული ხელისუფლებების, ასე ვთქვათ, ანატომიას სწავლობდა. და ის აი რას წერს აგერგებინებთ. ესე იგი არენტმა მნიშვნელოვანი რამ გაიგო. ტოტალიტარული განათლება არ არის ინდოქტრინიზაცია, ეს არის რწმენის ჩამოყალიბების უნარის განადგურება.
რწმენის ჩამოყალიბების უნარის განადგურება. თუ ადამიანებს არაფრის ჯერათ, აღარაფერს დასვამენ ეჭქვეშ, ისინი არაფერს შეეწინააღმდეგებიან, ისინი დაბუჟულები და პასიურები იქნებიან, რადგან მათ გარშემო არსებული სამყარო ბნელდება. აი ის რაც ახლა ჩვენთან ხდება და ეს მიმართულება სწორედ ასეთი საზოგადოების, რომლისთვისაც ყველაფერი სულერთი იქნება. კი, იმიტომ რომ პროპაგანდით ცდილობს ნეიტრალიზაციას. აი აბსოლუტურად ყველა წამყვანი ტელევიზია აქვს ხელში ჩაგდებული ქართულ ოცნებას. და ამ ტელევიზიებით ავრცელებს ისეთ პროპაგანდას, ისეთ მასშტაბურ პროპაგანდას, რომ ერის დაბეჭავება მიმდინარეობს. უკვე წლებია ეს ხდება. ერის ნეიტრალიზაცია ხდება, რომ ერმა ხმა არ ამოიღოს იმ უსამართლობაზე, რა უსამართლობაც საქართველოში და ჩვენს ქვეყანაში ხდება. არა მარტო უსამართლობა, ნებისმიერ სხვა საკითხზე, რაც ერს აწუხებს და თითოეულ ადამიანამდე მიდის უკვე ეს წუხილი, რომ შენ ასეთ ყოფაში ცხოვრობ და სხვა მრავალი პრობლემა. აი ამის ნეიტრალიზაციას ცდილობს აი ამ პროპაგანდით და სამწუხაროდ გამოსდის და ხმას არავინ არ იღებს დღეს. ერი არის დადუმებული. თუმცა ეს დადუმება დიდხანს არ იქნება. ეს დადუმება ძალიან კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანს ერს. და ის ხალხი, ვინც დღეს ხმას იღებს, აი ამ ხალხის ჩახშობა უნდა ამ სახელმწიფოს აი ესეთი დრაკონული კანონებით. თუმცა მაინც არ გამოსდის, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ქართველები, ჩვენ ვართ მებრძოლიერი. არც ერთი იმპერიის წინაშე თავი არ დაგვიხრია არასოდეს. ჩვენ სახელმწიფოში სამწუხაროდ დღეს არის ჩვენ არ გვყავს ეროვნული მთავრობა, ჩვენ არ გვყავს ქართული მთავრობა, ჩვენ გვყავს რუსეთის იმპერიის მიერ დასმული მთავრობა. და რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით და ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ ეს მთავრობა არ წაიქცევა და არ ჩავარდება იქ, სადაც საჭირო რომ ჩავარდეს. ნიკა, მე რა მინდა? აი ცოტა კრიტიკულად მინდა შევხედო. ჯერ ერთი ჩვენ ყოველთვის არ ვიყავით გამორჩეულები და კარგი რომ ყოფილიყავით, ასე დღეში არ ვიქნებოდით, არც რუსეთს ჩაუვარდებოდით, ასე შემდეგ. ამდენ ხალხს არ გავყიდიდით, ამდენ მიწებს არ დავკარგავდით და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი უბედურება ჩვენი ეს არის სიხარბე. სიხარბე, როცა ვიღაცა რაღაცას მოგცემს და ამის სანაცვლოდ სათხარ გააკეთო შენი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინო. ეს არის ნეპოტიზმი, როცა შენ არ გინდა უკეთესი გავიდეს, იმიტომ რომ შენი უარესი გინდა წინ წაწიო. თუ უარესი იქნება ხელმძღვანელი რაღაც სტრუქტურის, ესე იგი საერთო საქმე გაფუჭდება. ესე იგი, აი შიგა ორგანიზებულობა. აი ჩვენ ვამბობთ გვინდა, თანაც ყველა არ ამბობს ამას. ჩვენ გვინდა ევროპული გზა. ავირჩიოთ ევროპული გზა. ხლა ევროპული გზა ეს არ არის მართლა მერსედესები და ფუფუნების საგნები და ევროპული გზა ეს არის ევროპული სასამართლო, ევროპული სოციალური დაზღვევა, ევროპული განათლება, ევროპული კულტურა და შემდეგ. ბიძინას ხელისუფლება, როგორც კი გაამჟღავნა თავისი ნამდვილი გეგმა, რომ რუსეთისკენ მივდივართ, ევროპისკენ არ მივდივართ, იმ დღიდან როგორც დირიჟორმა ასე უჩვენა და იმის შემდეგ, ესე იგი აგინებენ ამ ევროპას და აგინებენ ამ ცივილიზაციას და ესე იგი იძახიან, რომ ჩვენ ევროპული გზა. ახლა ის გამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენგან წაიღო, ჩვენთან აქ ბატონ თემურ შაშიაშვილი ხშირად ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა არც ევროპული გზა, არ გვჭირდება, არც რუსული გზა არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქართული გზა. ნუ ამას ხედელობაში აქვს ყველაფერი ის კარგი, რაც ქონდა საქართველოს და რომ ჩვენ არ უნდა ავითქვიფოთ, რა თქმა უნდა, ჩვენ არც ეს LGBT თეორიები მოგწონს და თუმცა მე რამდენადაც ვიცი, არავინ არ გვახვევდა იმას ჩვენ თავზე. ეს მათ, როდესაც პირველი დიდი ეს თემა, თვითონ LGBT თემა არის ხელოვნურად შემოსული, ამას საქართველოში ამის პრობლემა არადროს არ ყოფილა და არც მომავალში არ იქნება ეს. ჩვენ ისეთი ერი ვართ, რომ ჩვენ უნდა დავუცოთ ადამიანის უფლებები. ყველა ადამიანს აქვს თავისი უფლება. ყველა ადამიანს აქვს თავისი არჩევნის უფლება. და ჩვენ არ უნდა შეუზღუდოთ ამ ადამიანებს თავისი უფლება. თუმცა
ის თემა, რასაც დღეს ესე აწვევიან ქართული ოცნების წარმომადგენლები, რომ აი გინდა თუ არა აი გაგათხოვებენ, გამოგათხოვებენ ისა ესა, ეს არის ხელოვნურად შექმნილი რა ყველაზე სამარცხვინო რაღაცა რაც არის, რომ ქართულ კაცს იმის რეჟიმია, რომ ევროპაში რო ჩაო ვიღაცაზე მიათხოვე, კაცზე მიათხოვე. აი ეს არის უდიდესი სირცხვილი. მაგრამ ხო ხედავთ რომ ეს მუშაობს საკუთარ თავს უნდა შეეწყოს თითოეულ ადამიანს მთელი სამთავრობო აპარატი ამას მხარს უჭერს და მისი მხარდამჭერებელი საკმაოდ ცნობილი ადამიანები ინტელიგენციიდან და იმ ელიტიდან რომელიც მედაშენ არ მოგწონს მაგრამ ისინი არიან და მათ აქვთ ძალაუფლება და მათზე მუშაობს სუსი და პოლიცია და რა ვიცი ყველა ძალოვნები და აი შენისთან ახალგაზრდებს დგომისათვის იჭერენ და ამას ვითმენთ იმიტომ რომ ერი არის ჩუმად და ხმას არიღებს და თითოეული ადამიანები ეწერებიან ამ ეროვნულ ბრძოლას აი მე ხელთან აქვს ვინმე ზურაბ ფარჯიანის პოსტი დაწერა ვაგრძელებთ რუბრიკას თევზის მეხსიერება სადაა ღარიბაშვილი ბოლო-ბოლო კაც მადლობა მართლმადიდებლობისათვის ეუბნებოდნენ და გვაინტერესებს რა ხდება მის თავს ხომ აქვს მშვიდობა საციხოდ გაუხსნეს მილიონები მოუძებნეს და დღეს არ უკვე რამდენი ხანი არაფერი არ ვიცით სადაა ლილოაშვილი ეგეც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი ბურჯი იყო სადაა ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ქარსელაძე რიჟვაძე გამომრჩა სადაა რიჟვაძე გახსოვს ხო ვინც არის რა ხდება მის საქმეზე რა ხდება ყველაზე მაგარი და ჯიგრის ყაურმა ჭალებში თავდაცვის მინისტრის ჯუმბერ ბურჭულაძის საქმეზე იცი ხო კი ომში ხომ არ გვითრევს ამით deep state სამხედრო მინისტრი რომ ასე გამოგვიჭირეს რატომ წარადგინა კორუფციაზე ბრალი დაუსწრებლად საეჭვოდ ბევრ ადამიანს წინასწარ გააფრთხილეს და გაქცევის საშუალება მისცეს რატომ იცოდა კორუფციის შესახებ მთელმა ქვეყანამ ყველა ჟურნალისტმა და არაფერი იცოდა ანტიკორუფციულმა ბიურომ და მთავარმა მაკონტროლებელმა პარლამენტმა არა გვაქვს ჩვენთან კორუფცია არ არისო რატომ იჭერენ მხოლოდ მოადგილეებს უფროსებმა არაფერი იცოდნენ რატომ მიჩუმდა კორუფციაზე ყველაფერი ალაგებთ ბრაცი კაცი ეგეთ და მოკლედ ჩამოყალიბებული აქვს მთელი ეს ამბები ესე იგი ახლა ესეც რომ განვიხილოთ და სხვა დანარჩენებით ძალიან სამარცხვინოდ იქცევა ხელისუფლება ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ესე იგი სასწაულად სამარცხვინოდ და აი ასეთი ქმედების ფონზე მათი მხარდამჭერები ახერხებენ ამათ გათეთრებას ასე ვთქვათ ჟარგონზე გაპრავებას და ჩვენს დამონათებას ვინც წინააღმდეგი ვარ და არ მოგწონს ეს აი ასეთი სიტუაცია არის და ახლა მე რა მინდა გითხრათ ხელისუფლება გარდა იმისა რომ თქვენ ახსენეთ რომ PR კამპანიებს აგზელებს და ამაზე ხარჯავს ფულს და ამაზე ესე იგი აქვს ძირითადი აქცენტი და ამით უნდა შეინარჩუნოს ხელისუფლება ამავე დროს ის ძალიან დიდ დესტრუქციულ ქმედებებს ახორციელებს რომ არ გამოჩნდეს რომელიმე კარგი პოლიტიკური გუნდი პოლიტიკური მიმართულება და ერთ-ერთი მაგალითად მინდა მოვიყვანო აი თუნდაც ჩვენი მეცნიერთა კონგრესის საქმიანობა აი შენ ახლა პირველად ხედავ ამას ეს ჩვენ დიდი ხანია გვაქვს ჩვენ გვაქვს ასევე 21 პუნქტიანი პროგრამა დამუშავებული ჩვენ გვაქვს ფუნდამენტალური ნაშრომები დაწერილი რა უნდა გავაკეთოთ რომ არ დავიკარგოთ ცივილიზებული გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ წიგნი გვაქვს გაგატან იმ წიგს და გვაქვს რამოდენიმე ათეული ბიზნეს გეგმა რომელიც აშკარად გვიჩვენებს რომ საქართველოს სულ მაქსიმუმ 2 წელიწადში გახდება მდიდარი ქვეყანა თუ მივეცით ამ ბიზნეს გეგმების შესრულების საშუალება
ჩვენ ხედავთ რომ ბიძინა და მისი ხელისუფლება სპეციალურად ბლოკავს ნებისმიერ არა მათი მონაწილეობით წამოწყებულ ბიზნეს გეგმას და ჩვენ ყველამ ვიცით რომ და ეს ცნობილი ფაქტია რომ უცხოეთიდანაც არიან ფულიანი ხალხი რომელსაც უნდა საქართველოში ბიზნესი განავითაროს მაგრამ ისინი პირდაპირ ამბობენ სანამ თქვენთან ეს ხელისუფლება იქნება ჩვენ ფულს იქ ვერ ჩავდებთ როგორ შეიძლება ჩადო როცა აი იგივე ბიძინამ თავის ბაჩიაშვილს რა უყო იქ რაღაც ქურდულად გამოიჭირა სადღაც მოაყვანია ვიღაცას ჩაცვეს ციხეში მიუსაჯა 11 წელი მე იმას რაღაცა დაათმობინა და ავიდა და გამოუშვა ესე იგი არც სასამართლო გვაქვს არც გამოძიება გვყავს არც ესე იგი ადამიანის უფლების დამცველი ორგანიზაცია ვერაფერს ვერ აკეთებს ესე იგი კლასიკური დიქტატურა ყარდება რომელიც ნელ-ნელა ალბათ მოუჭერს აი ამ იმას რა ქვია ქანჩებს და თუ დასცალდა გააკეთებს ისე რომ ეს საზოგადოება გახდეს აბსოლუტურად ინდიფერენტული ყველაფრის მიმართ როცა ის დაკარგავს ყველანაირ რწმენას იმისა რომ შეიძლება რაღაც ცივილიზებული და ნორმალური ქვეყანა და საზოგადოება შეიქმნას და ის მერე დაემორჩილება და ვინც არ ემორჩილება იმას აძლევს თავისუფლად საქართველოსთან გასვლის საშუალებას თავის დროზე ილია ჭავჭავაძეც ზვიადიც იყვნენ ქვეყნის მოღალატეები ქართულ მერმე ესე შერაცხა ილიაც და ზვიადიც ქართველებმა თავის დროზე მოკლეს ორივე ქართველებმა და არა რუსებმა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხანია ასე აკეთებს დღევანდელი რეალობაც ესე არის დღეს ისე აკეთებენ ესენი რომ ჩვენ ვინც ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესი გვამოძრავებს და გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა იყოს განვითარებული და მდიდარი ჩვენც გვრაცხავენ არა ადამიანებად, ქვეყნის მოღალატებად და ასე შემდეგ. თუმცა გავა დრო და მე მჯერა, რომ ჩვენს ამ ძალიან დიდ წვლის საზოგადოება დაინახავს ერთხელ და სამუდამოდ. და ჩვენ არ უნდა შევწყდოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადარჩეს. თუ ჩვენ დღეს ბრძოლა შევწყვეტთ, არ იქნება ამ ქვეყანაში ის ადამიანების კატეგორია, ვინც ამ სამართლობის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს. და აი ეს ყველაფერი რაც თქვენ ახლა თქვით, ეს ყველაფერი ასრულდება, რომ დამყარდება უკვე ეს სრული დიქტატურა, უბრალოდ ამ დიქტატურის დამყარებაში ჩვენ ვუშლით ხელს. ჩვენ, ვინც დღეს რუსთაველზე ვიბრძვით. ამის მერე დამყარდება სრული დიქტატურა, ამიტომ არ უნდა გავჩერდეთ და უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, სანამ არ მოვიტანთ საქართველოში ცვლილებას. დიდი მადლობა, ნიკო. მაგრამ მე ერთი თემა მინდა კიდე ხაზგასმით აი სანამ გვაქვს კიდე ერთი 5-6 წუთი. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხელისუფლებას გადავირჩევთ. გადავაგორებთ ამათ. კი, მეც ასე მოვა ახალი ხელისუფლება. მაგრამ მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ის ახალი ხელისუფლება იქნება ის, რომელიც შეასრულებს ჩვენს ოცნებებს. თქვენ შეხედეთ, ჩვენ ბატონი შევარდნაძე გავისტუმრეთ, თანაც რევოლუციით. მოვიდა მიშა და გვიხაროდა. მერე მოგვიწია მისი, ასე ვთქვათ, ასევე ძალისმიერი მეთოდებით, საკმაოდ რთულად და ძნელად. გავისტუმრეთ ისიც. დიდი სიხარულით და ენთუზიაზმით მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება ბატონი ბიძინასი და ესეც იგივე აღმოჩნდა და არაფრით უკეთესი რაღაცებში კიდევ უარესი. რაღაცებში კიდევ უარესი. ახლა ამასაც გადავაგორებთ. აი რა განრანტია გვაქვს რომ ჩვენ ახალი მოვა და ამას რატო გეუბნები? ჩვენ ამ ჩვენს პროექტებში და გეგმებში ჩვენ გვაქვს. ჩვენ გაანალიზებული გვაქვს რა უარყოფითი მხარეები ქონდა ყველა ამ ხელისუფლებას. თუ კარგად დაფიქრდებით, კომუნისტურ ქართულ ხელისუფლებასაც იგივე მინუსები ქონდა რაც ამათ. უბრალოდ მაშინ მეტი შემზღუდავი ისა რა ქვია მაგას
ძალები მოქმედებდნენ და თათამდეს ვერ ბედავდნენ, იმიტომ რომ მაინც იყო რაღაც კომუნისტური წყობის არტახები. დღეს ეს არტახები მოისპო და შეხედეთ, ესე იგი ადამიანები, რომელსაც არასოდეს არც ერთ ბიზნესში მონაწილეობა არ მიუღია, ადამიანებს, რომელსაც არანაირი შემოსავლის წყაროები ლეგალური არ ქონიათ, დღეს დააფიქსირეს და მილიონერები არიან. და უმთავრესი კი არა, თითქმის ყველა ეს მილიონერი ზის ხელისუფლებაში, ან პარლამენტში, ან სხვა სტრუქტურაში. აი ამას ჩვენ როგორ უნდა მოუაროთ? აი რომ მოუაროთ, ამაზე გვაქვს ჩვენ ნაშრომი, ნაფიქრალი და აი ეს გვინდა ჩვენ საზოგადოებას აუხსნათ, თქვენ აგიხსნათ, აი ის ვინც თქვენ იბრძვით იქ და რომ ენთუზიაზმით ახლა ხართ შეპყრობილი და დარწმუნებული ხართ და მეც ვარ დარწმუნებული რომ გაიმარჯვებთ, აი მერე რომ ის არ მოხდეს ისევ იგივე და ჩვენ რომ არ გავწბილდეთ, ამისათვის არის საჭირო მეცნიერების მიერ დამუშავებული პროგრამების ცოდნა და ეს ხელისუფლება და ეს ოპოზიცია, რომელიც ძირითადად იმ მიშას ნარჩენებისგან არის, ორივე ერთნაირად ებრძვის მეცნიერულ აზრს, ორივე ერთნაირად ბლოკავს ჩვენს გეგმებს და ჩვენს პროექტებს, ორივე ერთნაირი მონდომებით ცდილობს ჩვენს ჩაქოლვას. აი შეხედე ახლა ეს ჩვენი ეს არის ერთადერთი ტელევიზია საქართველოში, სადაც ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და აქ ნებისმიერი სიტყვით მიმართოს საზოგადოებას. ეს არის მართალი ტელევიზია. აი ამ მართალ ტელევიზიას, რომელიც არსებობს იმ მცირედი შემოწირულობებით, ძირითადად რომელსაც ჩვენი ემიგრანტები გვიგზავნიან, არც ერთი ქართველი ბიზნესმენი ხარს არ უჭერს და კაპიკს არ იმეტებს. ამ დროს თვითონ ესე იგი 10-15 მილიონი უნდა თვეში. აი იმედი და ისინი რომ არის დიდი. ჩვენ კიდე ჩვენთვის საოცნებო არის 100,000 ლარი მაინც გქონდეს თვეში. დღეს ჩვენ 15,000-მდე ძლივს ვაგროვებთ და ამიტომ არც ტექნიკა გვაქვს ისეთი როგორიც უნდა იყოს, არც პერსონალი გვყავს ბევრი და საკმარისი რო იყოს და აი ჩვენ ენთუზიაზმით ანაზღაურების გარეშე ვცდილობთ რომ ვაფუნქციონიროთ იმისათვის რომ ეს მართალი სიტყვა მივიტანოთ საზოგადოებამდე და აუხსნათ მეცნიერულად რომ თუ გვინდა რომ ცივილიზებული ქვეყანა გქონდეს, ჩვენ აუცილებლად ძირითად კანონში უნდა ჩავწეროთ და მივიღოთ ზოგიერთი ისეთი დებულებები, რომელიც არავითარ შემთხვევაში არც ერთ ხელისუფლებას არ მისცემს იმის საშუალებას, რომ აი ასე უპრაგონოდ ეს არის თქვენს ესა კონსტიტუცია. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ეს კონკრეტული ცვლილებები, რომელსაც ქართული ხალხის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. თქვენასაც გულისხმობთ, თქვენ ეს უნდა გააცნოთ ფართო საზოგადოებას, თქვენი ნაშრომები, რასაც თქვენ შრომობთ და ფიქრობთ და თქვენი ნაზრები. ქართულმა საზოგადოებამ ამას უნდა დაუჭიროს შემდგომ მხარი და დემოკრატიულად უნდა იქნას მიღებული ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და გაწერილი იქნას კონსტიტუციაში. კონსტიტუცია ისეთი რაღაცაა, რომ არც ერთ ხელისუფლებას არ შეუძლია მის წინააღმდეგ წასვლა. სამწუხაროდ დღეს ხდება ეს, რომ მიდიან და ამას კონსტიტუციასაც კი აფიჯებენ, რომ მე ადამიანს, ქართულ მოქალაქეს მაქვს უფლება შეუტყობინებლობის გარეშე გავაპროტესტო იქ, სადაც მე მინდა, მაგრამ დღეს მე ტროტუარზე დგომის გამო მიჭერენ და კონსტიტუციას არ ცნობს ეს ადამიანები. თუმცა რა თქმა უნდა სამართლებრივ დავას აუცილებლად ვაწარმოებთ და ამ სამართლებრივ დავაში აუცილებლად გავიმარჯვებთ, მაგრამ ამ ეს ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციაში გაწერილი, იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბერკეტი, რაც გაგვაჩნია დღეს ჩვენ. მე ყველა ჩემს სტუმარს როცა ვიწვევ, უსვამ ერთ კითხვას. აი თქვენ გახდით ბიძინა ივანიშვილი. მე ხელოვნებაში მაქვს ძალაუფლებით. ყოვლის შემძლე ქვეყანაში. იმისათვის რომ ეს ქვეყანა გამოსწორდეს და ეს ძველის რეციდივები არ გამეორდეს, რას იზამდით?
სამი ღონისძიება. თუ გინდათ ერთი, თუ გინდა ორი, თქვით, თუ გინდა სამი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ის კანონები, რაც არის ეს მიღებული, ეს უკანონო კანონი, არაადამიანური კანონები, ეს ყველა კანონი უნდა იქნას აბსოლუტურად გაუქმებული. აბსოლუტურად ყველა კანონი უნდა გაუქმებული. აუცილებლად დავიწყებდი მე პირადად საერთაშორისო ცივილურ დასავლურ საზოგადოებასთან მაქსიმალურ მოლაპარაკებებს, მაქსიმალურად ჩემი ქვეყნის იქით წაყვანას. დასავლეთთან ინტეგრირებას. რა თქმა უნდა, დასავლური ინვესტიციები და დასავლური კეთილდღეობა ჩამომეტანა მე ჩემს ქვეყანაში და განმევითარებინა, რადგან ყოფითი ხარისხი ამეწია, რა თქმა უნდა. აბსოლუტურად ალბათ მივიღებდი ისეთ კანონს, რომ აბსოლუტურად ყველა სისტემის თანამშრომელს გავწმინდავდი და მხოლოდ დარჩებოდნენ ისეთი ხალხი, ვინც ნამდვილად ქვეყანას ემსახურება და ის კორუფცია, ნეპოტიზმი აღმოფხრავდი აუცილებლად. ნებისმიერ სისტემურ თანამშრომლებს. აუცილებლად განავითარებდი რეგიონებს კიდევ. მასშტაბური პროექტები გჭირდება რეგიონში, რადგან რეგიონი იყოს განვითარებული და მოხდეს თბილისის დეცენტრალიზაცია და ისეთივე პირობები შეიქმნას თითოეულ რეგიონში, თითოეულ სოფელში, როგორი პირობებიც არის თბილისში. დიდი მადლობა. აი ეს თქვენ ახლა რაც ბრძანეთ ნეპოტიზმი და კორუფცია. რა თქმა უნდა სასამართლოს სრული აი თქვენი სამ ღონისძიებაში ის ერთი ჩაწერეთ. აი მე ჩვენ უпростоრად ამ მეცნიერთა კონგრესი ვთვლით რომ ერთ-ერთი და ეს აგერაკ მე-9 პუნქტად გვიწერია, თუმცა ეს პირველიც უნდა იყოს. ამას ქვია გოლდა მეიერის ფორმულა. თუ გინდათ გოლდა მეიერი ამბობს, რომ თქვენი სახელმწიფო იყოს გამორჩეული და კი არ გარბოდენ, არამედ წასულებით უკან ბრუნდებოდნენ, თქვენ აუცილებლად ჯარისკაცს უნდა მისცეთ ყველაზე დიდი ხელფასი, მასწავლებელს და ექიმს და ჩინოვნიკი კორუფცია, ჩინოვნიკის მიერ ჩადენილი კორუფცია და ნეპოტიზმი ჩაეთვალოს სამშობლოს ღალატად. და ეს პუნქტი სამშობლოს ღალატი შერაცხული იქნას 7 თაობაში. რას ნიშნავს ეს? ესე იგი თუ ჩინოვნიკი ჩაიდენს კორუფციულ ქმედებას, აიღებს ქთამს და ეს ნებისმიერ დროს თუნდაც რომ მოგდეს, მერე რომ აღმოჩნდეს, გასამართლდება და ის სამშობლოს მოღალატედ იქნება შერაცხული და 7 თაობაში მის შთამომავლობას არ ექნება უფლება სახელმწიფო სამსახურში დასაქმების. მე ვფიქრობ, რომ 7 შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ 2 თაობა მაინც უნდა იყოს, რომ აი ახლა მაგალითად ეს კანონი რომ ჩვენ მივიღოთ, ესე იგი პრემიერ-მინისტრი ვინც მოვა ახალი, ის იქნება ყოვლის შემძლე და რა თქმა უნდა ის აუცილებლად რაღაცას იძამს, თუ არ იქნება შიში იმისა, რომ თვითონ კი შეიძლება გაასწროს ამ ქვეყნიდან, მაგრამ 2-3 თაობაში თავის შთამომავლობა იქნება დასჯილი, იმიტომ რომ მან ეს ჩაატარა. ესე იგი რაღაც დამოკლეს מחვილივით უნდა იყოს დაკიდული ყველა ჩინოვნიკის თავზე. ძალიან ძნელი იქნება ეს, ნიკოლოზ, ძალიან ძნელი იქნება აი ეს ხალხი, რომელიც სულ რაღაც 200 წლის წინ თავის გლეხებს ყიდდა, ცოლს ყიდდა კაცო, ცოლი გაყიდა კაცმა, არის ასეთი შემთხვევები დაფიქსირებული საქართველოს ისტორიაში. ეს ცალკე პრობლემა არის, რომ ჩვენ რაღაც იდეალიზირებული ისტორია გვაქვს შექმნილი და იმ ნეგატივი, რასაც ვაკეთებდით, ამას არ გამოვქეკეთ და არ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს ეს სამარცხინო საქციელი ჩადენილი და ეს უნდა გამოსწორდეს და რომ გამოსწორდეს, ამავე დროს ესე იგი უნდა შეიქმნას ისეთი სისტემა, რომ ადამიანი იძულებული იყოს პატიოსანი და წესრიგის დამცველი. გეთანხმებით, მაგრამ აი ცოტა ბრუტალური არის ეს ყველაფერი, მაგრამ
სამწუხაროდ საჭირო არის დღევანდელ რეალობაში. სამწუხაროდ. ჩვენი დრო თავდება. დიახ. დიდი მადლობა რომ მადლობა თქვენ. იყავი ჩვენი სტუმარი და სხვათა შორის სანამ გავთიჩავდეთ მანამდე შემოგთავაზებ იარე ჩვენთან ხშირად სტუმრად შეგიძლია წამყვანიც გახდე შენი რევოლუციონერები მოიყვანო და ვაჩვენოთ აქედან საქართველოს როგორი ახალგაზრდები ყავს და რას აპირებენ ისინი. მადლობა შემოთავაზებისთვის, აუცილებლად ვიფიქრებ შემოთავაზებაზე. დიდი მადლობა. არაფერს. კარგად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.